მოლდოვა ევროპულ გზაზე რჩება. ქვეყნისთვის გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ მთავრდება. მოქმედებისა და სოლიდარობის პროევროპულ პარტიას მოლდოველი ამომრჩევლის 50%-ზე მეტმა გამოუცხადა ნდობა, რაც 101 მანდატიან პარლამენტში 54 ადგილს, შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობას ნიშნავს. მართალია წინამოწოვის პარლამენტთან შედარებით ეს 8 მანდატით ნაკლებია, თუმცა გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე შედეგებს პარტიაში დადებითად შეხვდნენ. პირველადი მონაცემების თანახმად საარჩევნო კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები ასე გამოიყურება. პარტია მოქმედება და სოლიდარობა მიიღო ამორჩეულთა ხმების 50.16%. სოციალურ კომუნისტურ პატრიოტთა ბლოკი, მოლდოვის გული და მომავალი 24.19%. ბლოკი ალტერნატივა 7.79%. ჩვენი პარტია 6.2%. პარტია დემოკრატიას სახლში 5.72%. ეს ყველაფერი კი უკვე პარლამენტში ასე გამოიყურება. მმართველი პარტიის 54 მანდატთან ერთად პარლამენტში მოხდა კიდევ ერთი პროევროპული ბლოკი ალტერნატივა, რომელიც პროევროპულ იდეებს დამატებით 8 ხმას შესძენს. ეს კი მნიშვნელოვანი იქნება პრორუსული იდეების დასაბალანსებლად, რადგან საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხდა პრორუსული განწყობის პატრიოტთა ბლოკი. ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მათ 27 მანდატის მოგროვება შეძლეს. მიუხედავად ამისა, მოსკოვთან დაახლოებული პოლიტიკოსი შედეგებს პროტესტს უცხადებს. პარლამენტშია პარტიაც დემოკრატიას სახლში, რომელიც რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების იდეით გამოდის. საკანონმდებლო ორგანოშია ჩვენი პარტიაც, პოპულისტი რენატო უსატოს ხელმძღვანელობით. რუსეთი კარგს არაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების გამოცდილებით, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ, ისევე როგორც ჩემი ბებია და ბაბუა, რუსებთან ცხოვრებამ კარგი არაფერი მოიტანა. ამიტომაც მინდა ევროპა. ბევრი ოჯახის წევრი მყავს გერმანიაში, ჩეხეთსა და იტალიაში. ისინი კარგი ცხოვრებით ცხოვრობენ. მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის გამარჯვებით არ მგონია რაიმე შეიცვალოს. ყველაფერი იგივე დარჩება. იმედია ცვლილებები იქნება. ყველას სურს მოლდოვისთვის კარგი სამსახურები, კარგი ხელფასები და ისეთი ვითარება, რომ არავის უწევდეს ქვეყნიდან წასვლა. ფიქრობ საუკეთესო შესაძლო მიმართულებით მივდივართ. გაყალბებას რაც შეეხება ამ რისკზე არავინ წავიდოდა. ფიქრობ ყველაფერმა დემოკრატიულად ჩაიარა. მახარებს რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება. ჯერ კიდევ არჩევნებამდე, განსაკუთრებით კი არჩევნების დღეს, მოლდოვის მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობდნენ უპრეცედენტო დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც პროევროპული ძალებისა და იდეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების ყიდვის, დაშინების, ყალფის საფრთხეების, გამოგონილი სტატიების, გაყალბებული გამოკითხვების და არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამოყენებულ სხვა მამნე სქემების უკან რუსულ ხელწერას ხედავს. მოლდოვის არჩევნების ირგვლივ ჩატარებულმა არაერთმა გამოძიებამ მათი თქმით ნათლად გამოავლინა რუსული კვალი. პარტიაში ქმედება და სოლიდარობა ამბობენ, რომ ამის დამტკიცებაც შეუძლიათ. მოლდოვა, ქეთს ვიხრი შენს წინაშე. შენ იბრძოდი ერთი შეხედვით დაუმარცხებელი მტრების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციამ ამ საქმეში ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. უამრავი ფული, ტყუილი, არალეგალური ქმედებები. გამოიყენეს კრიმინალები, რათა მთელი ქვეყანა დანაშაულის ადგილად გადაექციათ. ჩვენ კი ყველაზე წმინდა რამით ვიბრძოდით, ხალხით. ღირსეული ადამიანებით, რომლებსაც უდიდესი სიყვარული აკავშირებთ საკუთარ ქვეყანასთან. ჩვენ ვისწავლეთ დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რუსეთის მსგავსი აგრესორების დამარცხებაც კი შესაძლებელია. როდესაც ქვეყანა და მისი ხალხი იცავს სამშობლოს, ყველა იგებს. ჩვენ პარტიას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ეს პროევროპული უმრავლესობაა, რადგან თქვენ მოგვეცით შანსი, მეორე შანსი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჯერა რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. კრემლმა დახარჯა უამრავი ფული ამ არჩევნებზე. შედეგმა კი აჩვენა, რომ ისინი დამარცხდნენ. ეს კი მოხდა სახელმწიფო სამსახურების, მედიის, პრესის, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ჩვენს არჩევნებში რუსულ ჩარევაზე სწორედ ეს იყო საზოგადოების პასუხი. ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, თუ როგორ გზავნიდა რუსეთი მოლდოვაში ფულს. ასევე სხვადასხვა რეგიონში ხმების მოსყიდვის მცდელობების შესახებ მტკიცებულებებით. ჩვენ რეალურად ვიბრძოდით სუფთა არჩევნებისთვის. სამწუხაროდ მოლდოვამ გადაწყვიტა ევროკავშირის წევრობა მაშინ, როდესაც რუსეთი განსაკუთრებით აგრესიული. სხვა ქვეყნებს მეტად გაუმართლათ. მათი გაწევრების პროცესში რუსეთის ასეთი ჩართულობა არ არსებობდა. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი არ შეიცვლის აზრს ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვსურს ეს ქვეყანა თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს. იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდია რუსეთის ზეწოლა ჩვენზე. ჩვენ გვექნება მშვიდობა, ხოლო ევროკავშირი ნამდვილად არის მშვიდობის პროექტი. მოლდოვის არჩევნებში დარღვევებზე საუბრობს კრემლი.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი მოსკოვთან დაახლოებულ ოპოზიციურ პარტიებს ეყრდნობა და ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ამომრჩევლების უფლებები შელახა, როდესაც რუსეთში არასაკმარისი საარჩევნო უბნები გახსნა, რის გამოც მისი თქმით ხმების დიდი ნაწილი დაიკარგა. პრორუსულ პარტიებს ხმები მოლდოვის დიასპორის იმ ნაწილმა მისცა, რომლებიც რუსეთში, ბელარუსსა და ბულგარეთში ცხოვრობენ. განსხვავებული იყო ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოლდოველების განწყობები, რომლებიც რუსეთს ევროპას ამჯობინებენ. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს შესაძლო დარღვევების შესახებ, რასაც ვხედავთ და რაც ვიცით ისაა, რომ ასობით ათასი მოლდოველი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეცა ხმა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან მათთვის მხოლოდ 2 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ეს არ იყო საკმარისი და ვერ მისცემდა საშუალებას ყველა მსურველს ხმა დაეფიქსირებინა. შეფასებები უკვე შემდეგ უნდა გავაკეთოთ, როდესაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ. ვითარება მოლდოვაში მშვიდია, თუმცა პროვოკაციის საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ურთიერთობების დარეგულირებას რაც შეეხება, ეს რთული თემაა მოლდოვას ხელისუფლების პირობებში. გულისხმობ ხელისუფლებას, რომელიც გამორიცხავს დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან. მოლდოვა შენ ისევ გამოგივიდა, ასე შეხვდა ბრიუსელი მოლდოველი ხალხის არჩევანს. დარჩნენ ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ვერანაირმა მცდელობამ გამოეწვია შიში და დაყოფა ვერ გატეხა მოლდოველი ხალხის ნება, რომელიც ირჩევს ევროპას, დემოკრატიასა და თავისუფლებას. ბრიუსელში ღიად საუბრობენ მოლდოვის არჩევნებში ჩარევის ფაქტებზეც, რომლის გამოძიებასაც ითხოვენ. დემოკრატიამ და მოლდოველი ხალხის ნებამ გაიმარჯვა. მოლდოვამ მკაფიო გახადა მისი არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ. მიუხედავად რუსეთის ჩარევისა და იმ ფულისა, რაც მან ხმების მოსასყიდად დახარჯა და შინებისა თუ ტყუილების გავრცელებით, ის დამარცხდა. ჩვენ გაუცებულები ვართ მოლდოველების მედეგობით, მათი მისწრაფებით ქვეყანა დემოკრატიისა და კეთილდღეობის მიმართულებით წაიყვანონ. ევროკავშირი იმას გამოთქვამს, რომ ვიმუშავებთ ახალ პარლამენტთან, მთავრობასთან და მხარს დაუჭერთ მოლდოვის სტრატეგიულ მიზნებს ევროკავშირის წევრობის გზაზე. რუსეთი შეეცა და ამ არჩევნებში ჩარეულიყო. გჯერა, რომ მოლდოვის ხელისუფლება გამოიძიებს ყველა შემთხვევას. მან დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების დასაცავად, რათა მოლდოვას დემოკრატიული არჩევანი გაეკეთებინა. ზეწოლისა და ჩარევების მცდელობების მიუხედავად მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი დადასტურდა. საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას და მის ევროპულ გზას, ასევე მის მისწრაფებას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისაკენ. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსული მადესტაბილიზირებელი აქტივობა მარცხდება. მოლდოვა ევროპაში კი იმარჯვებს. რუსეთის ძირგამომთხრელი ქმედებები, მუდმივი დეზინფორმაცია. ამათგან არც ერთმა არ იმუშავა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა იყო ეფექტური საფრთხეების წინაშე, მათთან ერთად, ვინც მას ამ საქმეში ეხმარებოდა. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები მოლდოვაში ფართოდ განიხილებოდა როგორც არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. სწორედ ამიტომ წინასარჩევნო კამპანია დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და სკანდალებითა და ურთიერთბრალდებებით იყო გამორჩეული. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა არჩევნების შემდგომი პროცედურებისთვის ემზადება, თუმცა წინასწარი მონაცემებით ნათელია, რომ მოლდოვამ ევროპა აირჩია.